ეხლა არაბიძე ახსენდა, აი დარწმუნებული ვარ, ეხლა კომენტარებში იქნება არაბიძე ნაკრებში, იმიტომ რომ გვაქვს მაგის გამოცდილება გქონია. იცი რა შენი ვერ დაუძახებ დღეს არაბიძეს ნაკრებში, არ უთამაში 6 თვე, აბა. აი ხო იყო ფორმაში 2 წლის მანამ წავიდოდა აი. ევროპის რა აკლია მაგბი. გიოს? ხო. იცი რა, მე ჩემას გეტყვი. ხო, რა თქმა უნდა. განსხვავება მე მომისმენია ძალიან აი როგორ გითხრა ორი განსხვავებული აზრი თან ისეთი კაცისგან ვისი გემოვნებაც ჩემსვას ძალიან ემთხვევა მაგრამ ის არის ცნელის გადმოსახედიდან მე ვარ თლად ბოლომდე ვერც ცნელი ვარ ვერც გულშემატკივარი ვარ აი სადღაც მაგ ორთან შუა ვარ გაჭედილი იმიტომ რომ ცნელად არ მუშაობ გულშემატკივარი როგორც ჩაულებრივ გულშემატკივარში არ ვითვლებ იმიტომ რომ ცოტა სხვა თვალით უყურებ მაგრამ აი გიოზე განსხვავება რომ მიუშვებ და ითამაშებ არ მიუშვებ და ამას თუ ყველგან სადაც მიუშვეს ყველგან ითამაშა მაგრამ მე მქონა ეგეთი აი ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს მასზე მან უნდა იცოდეს რომ ის არის ლიდერი მაშინ ითამაშებს როგორც კი შენ მაგას აჩვენებ რომ ხასიათის ამბავი. არა არიან ეგეთი ფეხბურთელები, რომ აი ლიდერი როცა არის, ყველაფერს აკეთებს. და როგორც მეორე ხარისხოვან ან სხვა აბა ვერ უთამაშია ახლა ნაკრებში, მაშინ ესე გაუჭირდება, ოღონდ რაზგე არა, ნუ აი პოზიციურათაც გიო, აი ნამდვილ პოზიციაზე რო აიღო გიოს პოზიცია ბოლომდე ეხა თუ თქვა ერთ-ერთ საუკეთესო წელს ავთვლი ბოლო წლებიდან გამომდინარე იყო ქუთაისში ხო? კი ბატონო. თამაშობდა არც ათიანი არ იყო. არც ვინგერი არ იყო, არც თავდამსხმელი არ იყო. რვიანი იყო უფრო იმიტომ რომ ძალიან ქვევით ჩამოდიოდა ხო? ნუ ფაქტურად მთელი გუნდის შეტევას იწყებდა და საიდანაც ზართავდა ცხრიანში არ ხო? ანუ რა პოზიციაზე უნდა ათამაშო და გადმომერე ხანდახან როცა ვატოსთან მეგობრობ ძალიან და აი რატო ანაკრებში ძნელი მოსაძებნია მისთვის კონკრეტული ეხა გულშემატკივრისთვის ესე ადვილია სათქმელად რომ არაბიძე უნდა მაგრამ როცა მცნელი ალაგებს ფიქრს თავში რომელ პოზიციაზე რამდენი ფეხბურთელი გამოიძახოს და როგორი ფეხბურთელი გამოიძახოს იძახებს რომ დაუშვათ ქვილითაია ბუდუ მიქაუტაძე კაკაბაძე ისა რა ქვია რომელიღაცა მარჯვენა და აზაროვი შენგენ კაკაბაძე და ვერ გავიხსენებ არა გავიხსენ უბრალოდ უკვე ივან მარცხნივ დაიწყო თამაში გოჩოლა თორე იქ ისე თამაშობს მარჯვნივ კლუბში იმდენად პრობლემურია ხო არა თან არა სტილიც კაკაბას სტილიც სხვა არის ნუ ძალიან კარგად ბურთი ფლობა ესეთი ტიპიური მარჯვენა მცველი არის ხო და ნუ ესე ეძახით დაუშვათ ცენტრალურ დამცველს ეს ცენტრალურ მეორე ეხლა გადავედით თქვა კიტე ყავს ჩაკვე ყავს ქოჩორა მექვაბა ვიღაცა მე უკვე აი ამ არა ყავს ეგ პოზიცია ხო აი სად ხო აი ბოლო კი ვიღაცას ვისაც არ კითხავს მეც გეუნები მე ერთ-ერთი არა ვინმე არ გამოიძახოზე არ არის მან ეხა ეგ ძალიან არასწორია ისა რომ მაშინ ვინ არ გამოვიძახო ანუ არა აი მე გეუნები მე არაბიძის მომხრე ვარ მე ვარ არაბიძისტი ვარ რა ანუ მე გიო ძალიან მომწონს მაგრამ ეხა უნდა ჩავსვა რა რომ დავაყენო ეხა როგორ აყენებ იცი თუ არ წადე ხო ვერ ნახავ ითამაშებს თუ არა მაგრამ ეხლა თუ ჩაკვე მითამაშა ვიღაცა გიოც ირბენსო გეტყვის გიოც ჩამოვა უკან მაგრამ უნდა წადო მაშინ მაგრამ აი ეგ თამაშია ეგ გიოსა პოზიცია არ არის გასამართლებლად კი არ ვიზახით ცნელების მხრიდან კი არ მაგრამ გიო ეგეთ ჩვენ ხო მაგ ვინგერს არ ვთამაშობ ძირითადად მაშინ ხო მარჯვენა ვინგერს არ ვთამაშობ ეგ არ არის ნუ მარცხიდან ისედაც არ თამაშობს 10 ნომერი არ აქვს
ესე free ხო 10 ანუტი არა ვიციანუტი არ არის აი ეს თავისუფალი ქუთაისში რო 10 ანუტი და ვიციანუტი ხო ეგ ანდრო ჟორდანიას მაგარი 10 ანუტია ხო მაშინ მახსოვს ახლა სანიოლი მეტწილად მაგას უწუნებდა ინტენსიო არა ინტენსიურიაო უკან იმდენად არ მუშაობს გიოს რასაც გინდა იმას დაუწუნებ რა ანუ მას გეუნებ ცნელი როცა ხარ ეტყვი რომ რაღაცა ის რაღაც მაგრამ გიოს პლუსები უნდა მოყვე გინა სტანდარტული გინა ასისტი გინა პასი გინა დღეში თამაში დაარტყავს 5 ჯერ აქედან 4 ჯერ არტყავს იმაში ჩარჩოში და თან რო ხო ძალიან ბევრი პლუსია ხა მინუსი თუ გინა რომელ ფეხბურთელს არა აქვს ხო ამიტომ მოუძებნი ხო ხა მე უფრო იცი რა გამიკვირდა აი მაშინ როცა 18 წლის იყო და პირველად გამოიძახეს ნაკრებში ვაისმა რო გამოიძახა მაგრათ ითამაშა აი მე რატო გაქვს რა აი მე არ გაქვს რა უყურე რა ხდება მაშინ როცა გამოიძახა ძალიან ცუდ დღეში ვიყავით კი ეხაც გიოს ანუ ცუდს კი არ ვიძახი გიოზე იმ 5 თამაში 4 გოლი რო შეაგდო თუ 3 თამაში 5 გოლი შეაგდო ყველა ჯარი ამხანაგურე ხო ნუ იქ ზოგი სუსტი იყო ზოგი კაი გუნდი იყო მაგრამ ძალიან დაშლილი ძალიან არეულები ვიყავით რა ნუ მე ვითომ ხასია ნუ ხა ხასიათიც რა ყველას რაღაცა ცოტა განსხვავებული ხასიათი გვაქვს ხო და გიოსაც შეიძლება არ არის მაინც ახლა ეს ჯარისკაცივით რასაც ეთყვი გააკეთოს მაგრამ მე რამდენადაც ვიცნობ ძალიან დიდი ხანი იყო ჩვენ ფაქტიურად ჩვენს ხელში რა ანუ იმ ასაკობრივ გუნდებში მარტო თამაშობდა რა ხა არ ეწყინება ის გუნდელებს მართლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო რა ეგეც ზარანდიაც 4-5 ისეთი ფეხბურთელი იყო რომ უნდა გაფრენილიყვნენ რა ეხა გიოს კიდე ნაკრებში მაინც აქ ნათამაშებდა გოლიც აქ შეგდებული და ეხაც ძალიან მინდა რომ ზარანდიაზე როგორ ეს არის თორე ხაი მაგალითად დღესაც ხო ვაკოზეა საუბარი ხო ამდენი ხანია ნუ რაღაცა ვიცით ხო არა ვაკო იმაზე ყაზაიშვილზე ვიძახი ხო გავიგე მე არა ვატო არა ხო და ნუ ეგ რაღაცა სხვა მიზეზი არის ხო გასაგებია და ნუ მარა ნუ ეხა არის აბა რა სად არის ეხა იმისი ეხა ეგ უფრო ის პოზიციები იქ თავდასხმელსაც თამაშობს 10-ანსაც თამაშობს 20-ანსაც თამაშობს ვინგერსაც თამაშობს ეგეთი ფეხბურთელები რომელსაც შეუძლია თან ეხა ეგეთი გამოცდილებით ხო როგორიც ვაკოსა აქვს ხო ნასანაკრებო 60 თამაში აქვს თუ რა ცოტა ხო არ არის ხო ეხა ცოდოა რა რომ იკლებ ნუ გავიგე ესმის რომ რაღაცა პრინციპი არსებობს რაღაცა პრობლემა არსებობს და ნუ ზოგჯერ ხდება ეგრეც რა რომ ვერ შვები მაგრამ ნუ ეხა გიოს აქამდე ალბათ თან იცი რა როგორ ახლა ვერ ვიტყვი რომ სანმე რამეში თან დაჩაგრულია ან არა თავისი ბრალიც არის ტრავმის ბრალიც არის ცოტა ახლა არც ვაის და არც რომელიმე უცხოებს უნდას გეტყვის რა აი რა ახლა ეგერის ყავს აგერის ყავს ანუ მისი ჩანაცვლება მოხდა რა ანუ რო უთხრა რომ ეს მაშინ ეს რატო არ გამოვიძახო გეტყვის და ნუ არგუმენტია რა ვიცი აგერ დაბრუნდა ახლა იმაში ტორპედოში და იმედია აი მაშინ მართლა კარგ ფორმაში იყო იმ 2024-ში ევროპის წინ მაგრამ ნუ 1-2 კარგი მართლა კარგი თამაში 1-2 კი გადააბა თამაშები მაგრამ იყო რაღაც თამაშები იქ დაუწუნა მე ინტენსიურად არ ახარო და აი მე იყო საუბარი მე ნაკითხი მაქვს ხიზანიშვილის ზურასთვის რა რომ ჩავედით 1-2 ჯერო საყურებლათო და აი როგორ შენ არ გაქცეულ ხარ ისე არ გაიქცა. მანდა მაინც რო ჩავიდა. ხო არა თან ცუდად კი არ უთამაშიაო. არ გაქცეულაო. ხო, ნუ ბურთს მე. არა, ნუ არა. ეგ უფრო მესმის, მან თუ არ ისე იგი ცუდად კი არ ვითამაშე, უბრალოდ არ ვითამაშე. მაშინ და რაღაც რის სანახავად მიდიოდით მეთქე ეგეც ხანდახან გუშემატკივარს დაებადება რა გინდა სადაც არდანაც არ დაარტყა ყველა შეაგდო და რას უყურებ რას ნახულ მაგრამ ნუ ეხა კაცია და გუნება ჩემი გადასაწყვეტი ხო არ არის ძნელია ამ ხელა კაცია ხა განსხვავებული მენტალური ფრანგი ამ დონის ათამაშები და ეხა ნუ არა აქვს მას ესეთი შეგრძნებები რომელიმე ქართველ ფეხბურთელზე რა მისთვის ყველა ქართველი ერთჩვეულებრივია რა არც შვილი არ არის არც ბიძაშვილი არც მამიდაშვილი არც მეზობლის ნათესავი რა
ხო, მაშინ და გაიქეცი ითამაში, არ გინდა ძმოვაგე. ჯარი მისვლის. ხო რა. ლიდერებთან ვერ ითამაშა, ეგ თამაში მე როგორც მახსოვს იბერიასთან იყო რა საბურთალოსთან და ვერ ხო მაშინ ვერ ითამაშა და ეგეც გამო. ეხა იქ იმიტომ რომ იბერია ლიდერი იყო და გორი იყო და დაუშვათ მარტო თელავს შეუგდო თუ ცოტა სუსტ გუნდს რა არა ეხა იმ გოლს გინდა ეგ მიზეზი კიდე კი თვლი რომ ის იმ პერიოდში თუ გინდოდა გამოძახება შესაძლებელი იყო არავინ არ იტყოდა რატო არ ეძახიო ისეთი პერიოდი ქონა მაგრამ თუ არ ეძახი არგუმენტიცაც მომისმენია რომ აი ნახე აქ ეს ყავს სად ვათამაშო რა ვათამაშო ამ ხანაგურებისთვის ვერ გამოიძახებს იმიტომ რომ ფორმაში არის არა საიდან ხო ნუ ახლა მან კიდე აი რა შეიძლება იცი რომ რა გაიფიქრო რა დაუშვათ ყოფილა შემთხვევა რომ აი ჩაკვეს ძალიან ეხმარენ ხო და რა კაია ყველას უხაროდა და ყველა გულშემატკივრობდით რომ იმ ცუდი პერიოდის მერე ტრამვის მერე არისო ხო დაუშვათ ფორმაში მაგრამ მოდი რომ ხასიათზე მოხკი ნუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხა შეიძლება გულის სიგრვეში მაგასაც ფიქრობს იმას თუ ეხმარები მე ცოტა